ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ სანქციების დაწესების მოთხოვნას და სასანქციო პოლიტიკას ეხმაურებიან ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ გაფართოვდება როგორც დასასანქცირებელთა სია, ასევე იმ ქვეყნების რაოდენობა, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლების წევრებს სანქციებს დაუწესებს. საწინააღმდეგო საცხადებენ უმრავლესობაში, სადაც მიაჩნიათ, რომ გადაწყვეტილებები უსამართლოა. მე შეგახსენებთ, რომ გუშინ ესტონეთის პარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება მიიღო, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ დააწესონ სანქციები ქართველი პოლიტიკოსებისა და ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც მშვიდობიანი აქციების ძალადობრივ დაშლასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დევნაში მონაწილეობენ. ჩვენ არჩევნების შემდეგ ხედავთ ყოველდღიურად იმ მწვავე შეფასებებს, რომლებსაც აკეთებენ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები. ამ შეფასებებს, რა თქმა უნდა, კონკრეტული ნაბიჯები მოსდევს და ეს დგება ზუსტად ის ეტაპი, როდესაც ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ და ვისმენთ ჩვენი პარტნიორებისგან იმ ახალ სანქციებს და კონკრეტულ ნაბიჯებს ვხედავთ, რომლებსაც ისინი დგავენ ჩვენი ქვეყნის მისამართით. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დასაწყისი იყო, ახლა გვაქვს შუა პროცესი, რომელშიც კიდევ უფრო მეტი ადამიანი სანქცირდება და სანქციების მიმართულებებიც გაფართოვდა და მოლოდინია ის, რომ გაფართოვდება კიდევ უფრო მეტად გაიზრდება სანქციების მიმართულებები. სანქციები დემოკრატიული ქვეყნები ეხმარებიან ქვეყანაში დემოკრატიას, სიტყვის თავისუფლებას, თუმცა როგორც არსებობს დემოკრატიული ქვეყნების კლუბი, ესე არსებობს ავტოკრატი ქვეყნების და ლიდერების კლუბი, ავტოკრატი ქვეყნების ლიდერების კლუბი ეხმარება ქართულ ოცნებას, თქვენ იცით, შემთხვევითი არ არის მათი დაახლოება პუტინთან, ირანთან და ჩინეთთან. სანქციების ავიცილებთ თავიდან, თუ საქართველოში ჩატარდება სამართლიანი არჩევნები და ქვეყანას ეყოლება ლეგიტიმური ხელისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი მუქარა, ამდენი სანქცია deep state-ის ესეთი გავლენებია, ხელს ვერ უშლიან საქართველოს განვითარებას. რა თქმა უნდა, სანქციები სასიამოვნო არ არის, როდესაც მით უმეტეს ყოველგვარი აპელაციის და ყოველგვარი, ასე ვთქვათ, არგუმენტაციის გარეშე გვთავაზობენ და გვემუქრებიან ამ სანქციებით. თუმცა, როგორც ბატონმა ტრამპმა დაიწყო deep state-ის გავლენებისგან ამერიკის შეერთებული შტატების გაწმენდა, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ტენდენცია გადავა უკვე ევროკავშირზეც და შესაბამისად იქაც უკვე საღი აზრი გაიმარჯვებს და იქაც უკვე მხოლოდ არგუმენტებზე და ფაქტებზე დაყრდნობილი დასკვნების გამოტანა მოხდება საქართველოსთან მიმართებაშიც მათ შორის. ჩვენთვის ნაკლებად არის ეს საკითხი საინტერესო. თქვენ იცით, რომ რაც შეეხება სანქციებს გამოიყენებოდა როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი ქვეყნის წინააღმდეგ. ინტერესი იყო ერთადერთი, ეს იყო ქვეყნის ომში ჩართვა, თუმცა რა თქმა უნდა, არც ერთ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან არ იქნება დაშვებული ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც გულისხმობს ქვეყნის განადგურებას. შესაბამისად, ამ შანტაჟს ვერავითარ შემთხვევაში ვერ ექნება ეფექტი.